მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა მიღებ ვიდეოს, თქვენ ნახევარია არ დამიდია ვიდეო არხზე და ეს არის მეგობრებო ჩემ ბრალი, მიშლინენ email, სადაც ხონა არხი და მოუწეს გარკვეული დღეები და იმ გარკვეული დღეებში დაემბრუნებინა არხი, მაგრამ ამდე უკვე 1-2 დღეღა იყო უკვე დარჩენილი და დაიბრუნე შევძელი და დაბრუნება და ეხლა უკვე ვიღებ მეგობრებო ვიდეოს, ეს იქნება არნაირი თამაში და სანამ დავიწყებდე იქამდე გეტყვით რომ გამოიწეროთ არხი, დალექვთ ვიდეო და გააკეთოთ ძალისხმევი, რათა არ გამოთქვით ჩემი მომდევნო ვიდეოები და პირველი იყოთ მათზე. მოდი ეხლა კი დავიწყოთ, დღეს გადავიღოთ მეგობრებო ჩემ ტოპ 10 თამაშს მეგობრებო, რაც მე მითამაშია. ტოპ მე-10 და მოდი მეგობრებო დავიწყოთ. ტოპ მე-10 ადგილას დავაყენებდი Call of Duty. Call of Duty გამოვიდა მისი პირველი ნაწილი 2003 წელს. ის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი იარაღებით და საომარი მოქმედებებით, ასევე საომარი ტექნიკით და მის წელთან მისი გამოშვების წელი გავითვალისწინებთ 3 წელი, რავი, და უფრო ანუ მისი იმ წელთან რო დავკავშირო, ანუ კაი გრაფიკა აქვს 2003 წლის ყალობაზე, ასევე შემდეგ ვითარდებოდა და ის გამოირჩევა თავისი იარაღების მრავალფეროვნებით, როგორც გითხარით უკვე, პერსონაჟების, ასევე სხვადასხვა გმირების თუ სხვადასხვა გენერლებით. ასევე ის გამოირჩევა საომარი ტექნიკით, უკვე კარგი გრაფიკით, მომდევნო Call of Duty-ში ესაც შევხვდებით, ეს არის კარგი გრაფიკა და კარგი story mode, იმიტომ რომ story mode მართლა კარგი აქვს ორივეს და ყველა ნაწილს და კარგი თამაში არის. ეს არის მოგონი მძაფრ სიუჟეტიანი თამაში. და სასტიკი თამაში არის, იმიტომ რომ არის ნაჩვენები ბევრი სისხლის ზღვრა და ასე შემდეგ. ტოპ მე-9 ადგილას დავაყენებდი Mafia 2-ს. ეს თამაში გამოვიდა მეგობრებო 2010-ში. 2010-ში გამოვიდა და 2010 წლის ყალობაზე ძალიან კაი თამაშია. აქვს ძალიან კარგი story mode, იმიტომ რომ ის გამოირჩევა თავისი დეტალური აღწერით მაშინდელი სოფლიოზე, იმიტომ რომ ამ თამაში ხართ მეორე სოფლიო ომში, შემდეგ ომიდან ბრუნდებით და სახლში უკვე ვითარდება ეს ამბები და სხვადასხვა შეხვედრები და ასე შემდეგ. ვითარდება ეს ამბები და კარგი დეტალურად არის აღწერილი მანქანები, თუნდაც მანქანების დეტალები, თუნდაც სახლის დეტალები, თუნდაც ომის დროს იარაღის მრავალფეროვნება, იქ ჩაცმულობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩაცმულობა იქ მაშინდელი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, ყველაფერს კარგად ასახავს და მანქანებს და ასე შემდეგ. ეს არის როგორც მძაფრ სიუჟეტიანი თამაში, პირველი თავიდან, იმიტომ რომ ომში ხარ და საომარი მოქმედებებით გამოირჩევა ასევე თავისი იარაღების მრავალფეროვნებითაც და უკვე შემდეგ ეტაპზე უკვე ჩამოდიხარ შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, მაშინაც არის ნაწილობრივ მძაფრ სიუჟეტიანი და კრიმინალური თამაში არის ნაწილობრივ ესეც. ტოპ მე-7 ადგილას დავაყენებდი Far Cry 3-ს. ეს თამაში გამოვიდა მეგობრებო 2012 წელს, 2012 წლის ყალობაზე. Ubisoft-მა მართლა კარგი თამაში გამოუშვა, კაი გრაფიკები აქვს, ის გამოირჩევა თავისი გრაფიკები, თავისი დეტალური აღწერით იმ კუნძულზე, როგორც ეს თამაში ვითარდება კუნძულზე ხარ და სხვადასხვა ეს თქვათ ბანდა თქვენ გიდაცებ და ასე შემდეგ. ეს კარგად ვითარდება, ესე თქვათ ეს მომენტები რომ გიდაცებენ და იქ შემდეგ გაიქცევი და ასე შემდეგ. ისინი ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, თუნდაც იარაღის სხვადასხვა დეტალები არის კარგად აღწერილი.
ნუ ხა ბევრი იარაღი რო ვთქვათ, რომ ბევრი იარაღი არის მაინც ამ თამაში. სხვა იარაღები არის მოცემული მანქანის სალონის დეტალები თუნდაც, დეტალები, ცხოველების და ამ შემდეგ ბალახეულობა და ამ შემდეგ. ძალიან კარგად არის აღწერილი და Ubisoft-მა მართლა ბევრი იწვალა და დაუფასათ ეს შრომაც და კარგი თამაში გამოვიდა 2012 წლის მართლა ძალიან კაი თამაში იყო. კაი ისტორია მოუდი აქვს და რავი, ნუ მძაფრსიუჟეტიანი არის ეს ძირითადში და რავი, როგორ გითხრათ, ისეთი თამაშია რა, აი. ანუ იქ ეს Far Cry 3-ის თორი მოუდი. Top მე-6 ადგილას მეგობრებო დავაყენებდი Euro Truck Simulator 2-ს. ეს თამაში არის ეს თამაში გამოირჩევა თავისი გრაფიკებით, თავისი დეტალური ტრაილერების აღწერით, ბევრი ტრაილერების მრავალფეროვნებით, მათი უკან მისამელების მრავალფეროვნებით, ასევე მაპების მრავალფეროვნებით და მაპები კარგად არის აღწერილი, თუნდაც ის ხრეშიანი გზები არის კარგად აღწერილი, როგორ ადიხარ, ამორტიზატორების ესე ვთქვათ, კარგი ესე დაშვება აწევა და ამ შემდეგ ყველაფერი კარგად არის მოცემული და მანქანის სალონებიც ძალიან კარგად არის მოცემული და ერთ-ერთი ძალიან მოთხოვნადი თამაში არის ეს. Top მე-5 ადგილას დავაყენებდი Car Forces Simulator-ს. ახლა მეგობრებო, Euro Truck Simulator 2 გამოვიდა 2012 წელს ესეც და დამოიწყა ამის თქვა 2012 წელს გამოვიდა ეს თამაში და 2012 წელს მართლა კაი თამაში არის. და მეგობრებო, Top მე-6 ადგილას დავაყენებდი Car Forces Simulator-ს, რომელიც გამოვიდა 2023 წელს. ის გამოირჩევა თავისი გრაფიკით, თავისი დეტალური აღწერით, მანქანები, მაპი და ასევე მანქანების მრავალფეროვნებით, ასევე პერსონაჟების მრავალფეროვნებით, როგორ ყიდულობენ და თავისი ყველანაირი დეტალური აღწერით, გზების, ასევე drag racing-ების და სხვადასხვა თუნდაც NPC-ების მანქანებით და მანქანების მრავალფეროვნებით და ძალიან აუქციონები და ასე შემდეგ ეს თამაში გამოვიდა 2023 წელს და მართლა კაი თამაში არის და ერთ-ერთი მოთხოვნადი თამაში არის ეს. Top მე-5 ადგილას დავაყენებდი მეგობრებო Fortnite-ს. Fortnite არის ერთ-ერთი მოთხოვნადი თამაში. ეს Fortnite გამოვიდა მეგობრებო 2017 წელს. ეს თამაში გამოირჩევა თავისი გრაფიკით, თავისი პერსონაჟების სიმრავლით, ასევე სკინების სიმრავლით, იარაღების სიმრავლით და ამ შემდეგ, ამიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი სკინი, ძალიან ბევრი პერსონაჟის სკინი და ბევრი პერსონაჟის სკინი, უკაცრავად ძალიან ბევრი პერსონაჟის სკინებით, მანქანის სკინებით, ასევე ძალიან ბევრი მუტაციები, როგორც მუტაციები და სხვადასხვა იარაღის სკინი, სხვა იარაღებით და სხვა იარაღებით, თუნდაც მანქანებით და ასე შემდეგ. Top მე-4 ადგილას მეგობრებო დავაყენებდი Minecraft-ს. Minecraft-ი არის მეგობრებო ეს თამაში გამოვიდა 2011 წელს. ძალიან ძალიან მოთხოვნადი თამაში, ის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. შეგიძლია ნებისმიერი რამე გააკეთო, თუნდაც ააშენო სახლი, ციხესიმაგრე და ასე შემდეგ. აქ არის ძალიან ბევრი რამ. კარგად არის აღწერილი თავის თვითონ overworld-ი, იქ ასევე ნეზერი, ბევრი ესე ვთქვათ ბოსი არის, როგორც არის მაგალითად დრაკონი და სხვადასხვა კიდევ ახალი ასევე ამ თამაში შეგიძლიათ მთლიანი overworld-ი გამოიკვლიოთ, ნუ ხა მაგას ძალიან დრო უნდა, მაგრამ ნუ ხა გამოკვლევა და ის ძალიან ისე ვთქვათ საინტერესო თამაში არის, ბევრი სხვადასხვა ადგილი ხდება იქ, ხდება სირთულეები, მაგალითად ფილიჯერები და ასე შემდეგ და ძალიან ერთადერთი და ძალიან მოთხოვნადი თამაში არის ეს თამაში. Top მე-4 ადგილას დავაყენებდი მეგობრებო
ყველასთვის ნაცნობ თამაშს Red Dead Redemption 2-ს. ეს არის ძალიან კარგი თამაში. ეს თამაში გამოვიდა 2018 წელს და 2018 წელს მართლა ძალიან კაი ცხენები დადიხართ და დაევრით ბოროტ მოქმედებს როგორც ისინი მაგალითად ეს თამაში გამოირჩევა თავისი გრაფიკით, თავისი დეტალური აღწერით, თუნდაც იქ ცხენის ახტომით, ცხენის მაგალითად ცხენის თვითონ აგებულებით, ადამიანის აგებულებით, სხვადასხვა ჟესტებით, კიდევ ჩაცმულობებით, იქ ნაგებობები, მაშინდელი ნაგებობები, თუნდაც იქ ცამზე და სხვა მტრედითაც და მაშინდელი სამყაროს აღწერს ეს თამაში და მაშინდელ ესე ვთქვათ ველურ დასავლეთს აღწერს ეს თამაში. ტოპ მესამე ადგილას დავაყენებდი მეგობრებო Counter Strikers. ეს არის მძაფრ-სიუჟეტიანი თამაში, რომელიც მძაფრ-სიუჟეტიანი თამაში, რომელიც გამოვიდა 2023 წელს და მართლა ძალიან კაი თამაში არის. ეს გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი სკინებით, თუნდაც იქ იარაღების სკინები, თავისი მაპები, თავისი გრაფიკით და ეს არის მოგებოს ესე ვთქვათ სისლის აქ არის ასახული სიუჟეტიანი თამაში არის ესე ვთქვათ და ამასთანავე გასართობი თამაში. მეორე ადგილას დავაყენებდი მეგობრებო FIFA 2024. ეს არის ძალიან კარგი თამაში, გამოირჩევა თავისი დეტალური აღწერით, თუნდაც იქ ფეხბურთელის მაისურის ფრიალი, როცა დარბის, ასევე თუნდაც მისი ბუცები, მათი ფორმა, თუნდაც იქ სტადიონის იქ ფეხბურთის სტადიონის ბალახების რხევა და ასე შემდეგ იქ როდესაც კარში გოლი გადის, იქ კარის ბადის რხევა და ძალიან ბევრი დეტალებით გამოირჩევა ეს თამაში, ასევე თავისი გრაფიკით, ძალიან ბევრი ფეხბურთელი სხვადასხვა ჩემპიონატებით, იქ ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი თუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი ჩემპიონატები, ძალიან ბევრი აღნიშვნებით, თავისი ჟესტებით, ფეხბურთელების ჟესტებით, პენალტის დანიშნა და ასე შემდეგ და ეს არის მოგებო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თამაში. და მოგებო ტოპ პირველ ადგილას დავაყენებდი ყველასთვის ცნობილ თამაშს GTA 5-ს. ეს თამაში გამოვიდა მეგობრებო 2013 წელს, 2013 წელს არის საუკეთესო თამაში, რაც Rockstar-მა გამოუშვა მაშინ, იმიტომ რომ მაშინვე ძალიან გაყიდვადი თამაში იყო, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი თამაშია. ეს თამაში გამოირჩევა თავისი კრიმინალური მაგალითად story mode-ით, იმიტომ რომ კაი story mode აქვს მართლა, ვთქვათ კრიმინალური სხვადასხვა იქ ფრანგლინის story mode თუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი ამბავია მოცემული რა მოხდა ამ სამ პერსონაჟს შორის, მაიკლს ფრანგ და ტრევორ შორის რა მოხდა, როგორ იტანდნენ ისინი ბანკებს და სხვადასხვა ასე შემდეგ, თავიდან თამაში თვითონ ბანკის გაატანით იწყება და ესე ვთქვათ ეს თამაში გამოირჩევა თავის story mode-ით, მისი სიდიდით, მისი მრავალფეროვნებით, დეტალური აღწერით, ასე ვთქვათ, კიდე მანქანების მრავალფეროვნებით, იქ მანქანების სალონებით, ასევე სხვადასხვა ეს ამ თამაში შეგიძლიათ მოგებო ყველაფრის გაკეთება, რასაც მოისურვებთ. თუნდაც იქ ბანკი გაიტანეთ, თუნდაც იქ შეგიძლიათ ჯარისკაცის ცხოვრებით იცხოვროთ, პოლიციის ცხოვრებით იცხოვროთ, სხვადასხვა სამსახურებში იმუშაოთ და ასე აგროვოთ ფული და ფული შევოთ. ასევე ეს თამაში მოგებო გამოირჩევა თავისი კრიმინალური ცხოვრებით. ეს სამი პერსონაჟი ცხოვრობს კრიმინალური ცხოვრებით და ეს თამაში და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგი თამაში არის თავისი დეტალური აღწერით და თავისი ყველაფრის გაკეთება შეგიძლია ამ თამაში მოკლედ რომ ვთქვათ. ეს იყო და ეს მეგობრებო ჩვენი ვიდეო. აღწერეთ ტოპ 10 ჩემი თამაში, მე რაც მითამაშია პირადად
მათი დეტალური აღწერა გავაკეთეთ და ეხლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით სანამ დაგემშვიდობებოდეთ გეტყვით რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგხდეთ ჩემი მომდევნო ვიდეოები და პირველი იყოთ მათზე. ახლა კი მომავალ შეხვედრამდე.